გაუმართლოს დღემშვიდობის როგორ ხართ, რაფერ ხართ? ხალხო დღეს არის ძალიან მაგარი დღე. აქამდე თუ მოვსულიყავი, უბრალოდ ვერ მოვედი, რომ წუხელ ცოტა იჭიჭყინა ჩემავირთხა, ზუსტად 3 საათი ახლა. ხო და წარო დავაძინე. ოღონდ ერთი ვერ მოასწარი საწოლს ალაგება და მეთქი მალე გაიღვიძებს და საწოლში დავაძინებ. ჩემი მხარე უკავია და საწოლი არ მაქვს ალაგებული. შეხედეთ ახლა პატარა წერტილს. ხო და რადგან დაიცინა ჯანდაბას თქვა ხა ვინ მოდის და ვინ მიმოწმებს საწოლი მაქვს ალაგებული თუ არ მაქვს არალაგებული. მარაოს ქნევაზე ვისაც ნერვები გეშლებათ აი კადრიდან გავიტანა. არც ხელა იმათ, მაგრამ ცხელი ჩაი მოქმედებს ხალხი რავთ. შიგადაშეგ დავიქნებ ხოლმე ეს ფარშევანგის კუდივით. ხო და ერთ სიტყვით ჩამეძინა მეც წეღან ვაჟბატონთან ერთად 1:40 წუთი და ავიდგინე რა, მე ავდექი ცუდად გამოწმინდე რაღაცა რაღაცეები, გარეთ ოთახიც ესენი დააყენეს შტეფცელები და შუქის ასანთებები დღეს დაამთავრეს და მოკლედ ეგ რაღაცეები ისახკენი მოვასუფთავე. საქმე მე ამ წუთას არაფერი მაქვს, იმიტომ რომ დავალაგეუბე და ერთი დასაუთოებელი მაქვს რამ ცოტა და საღამოს ვიზავ მაგამბავ. დანარჩენს ხო ნანი აკეთებს ხო და მინდოდა რომ ვითომ მალე მოვსულიყავი, იმიტომ რომ 11:05 რო ეკლდა ხალხნო, მაშინ დაიდო პასუხები და ხა Facebook-ზე ვინც ყავხართ, კი ნახეთ. უკვე შედეგი და რაღაცა რა, მაგრამ დღევანდელ დღეს Facebook-ი არის ძალიან ლამაზი. შარშან და შარშანწი რომ ხვდებოდა ხოლმე ეს ჩარიცხვების რაღაცა, იმდენად ვერ აღვქვავდი რა, ეხა ჩარიღო, ჩაირიცხა, ვსკროლავდი, ჩაირიცხა, ნუ მოვიწონებდი, მიულოცავდი თუ შინაური იყო რაღაცა ესეთი. ხო და წელს რო თითქმის ამ ბავშვების რაოდენობას ვინც ჩაირიცხა და ვინც მოხვდა და მოკლედ მარტყოფში წლევანდელი აბიტურიენტები თითქმის ყველას ვცნობ ორივე სკოლიდან. ხო და აი იმდენად ლამაზი იყო Facebook-ი, იმდენად რომ რა იყოს. და ეხლა ჩემი რეაქცია. აქ მომაწვა ბავშვს ვაძინებდი აი რომ ლაშა ნახა მთავარი არხის პოსტი, იმ წამს დადებული პოსტი, რომ ამდენი 1000 ეს რა ქვია აბიტურიენტი გახდა სტუდენტიო და არა, მეთქი წამოხდი იონისთან იყო ოთახში. ბავშვი და გაბრიელი დავაგდეთ საწოლში და თავი დავანებეთ და შევცვიდით იონის გიტარა ეჭირა სუ ნერანერანა უკრავდა არა და გუშინდელიდან ელოდება ეგეც და იონი ჩარიცხვები შვილო დაიდო შვილო ჩარიცხვები და გადმოიღო უცბად კომპიუტერი ჩაწერა პაროლი და აი რო დააწოდა დადასტურების ის ხო იცი დააწოდა რომ უნდა მოაგდოს აიმე ხო იცით რომ არა ვარ ხა ემოციური და ჰაი-ჰუი, მაგრამ ნახამ დავიხრჩი ხალხო, აი ვერისავკენი მომაწვა ესე და რო გამოჩნდა სკრინი რაღა და ის რომ გილოცავთ თქვენ, აიც როგორ იყო, თქვენ გაქვთ უფლება, მოიპოვეთ უფლება როგორ არის, რომ გააგრძელოთ სწავლა GPI-ის არქიტექტურა პირველი რო ეწერა. აიმე რა მაგარი გრძნობა ყოფილა გოგოებო. თითქმის ხო ვიყავით დარწმუნებულები, მაგრამ იმ მხრივ რომ არ ახქონა ცუდი ქულები და რაღაცა, მაგრამ ეხლა ყოველთვის ყველაფერი ხდება და ისიც გქონდა დაშვებული, რომ ზოგადად ფსიქოლოგიური მომენტისთვის კარგია რომ რაღაცას დაუშვებ. აი არ არსებობს უნდა მოხდე კი არა მოხდები, მაგრამ შეიძლება რომ ვერ მოხდე, ეგ მომენტი გქონდა. ჯერ ის რომ ეგრეთ წოდებული მარცხის შემთხვევაში სხვანაირად გადალახავ მაგ რაღაცას რა, მაგ პრობლემას. მარტო მაგაზი არ არის, ანუ საერთოდ კაია რომ ეგ მასეთი დამოკიდებულება გქონდეთ ნებისმიერ საკითხში, იმიტომ რომ თქვენივე თავს ეხმარებით მე ამ ყველაფრის გადალახვაში. ხო და ერთი სიტყვით იყო ძალიან მაგარი, ივანე
ფოტო რაღაცა დაიძახა, რა ვიცი, იოანეს აღარც უყურებდი, მე მიველი და კარგად ვკითხულობდი, ჯებრუციანი თვალებით, მეთქი რამე არ გამომრჩენს. ქვემოთ რა ეყო, რაში მოხდა, რაში არა, დანარჩენიც საერთოდ არ მინახე, იმიტომ რომ ეგ ყველაფერი ბოლოში გვეწერა ის ლაითად, ხო იცით? მობილობისთვის გვეწერა გპ-ის რაღაცეები. აი დანარჩენი რა, ჯავახიშვილის ეწერა რაღაცები, მოკლედ ის საერთოდ რაღაც გვინახია, დანარჩენი რა ხდებოდა, მთავარი იყო ჩვენთვის რა ქვია, გპ-ის არქიტექტურა. და აი იმ წუთიდან ისინი მონაწერები რო აბარაქნა, მე ცალკე ჩემებს დედაჩემს დაურეკევ, დედაჩემი ელოდებოდა ჩემი ძლები, ჩემი ბიძაშვილები, ყველას ვისთანაც ხმა მივიწდებოდა და ვისაც ყველას ქრილებს უგდებდი და აი ძალიან მაგარი გრძნობა ყოფილა გოგოებო, აი ძალიან მაგარი და იმედი მაქვს და ძალიან გამიხარდება, რომ აი ვინც წლევანდელ წელს მაგამ ბავშვი იყავით, ყველა საოცნებო ფაკულტეტზე მოხვდით. ძალიან მიხარია. თუმცა წეღან წავიკითხე აბიტურიენტების ჯგუფში ერთ-ერთი პოსტი, რომელზეც ძალიან გული მომიკვდა და ძალიან შემეწოდა ეს ბავშვი მხრივ, რომ ძალიან განიცდი და მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ქულები ქონდა, ეტყობა სასწავლებლები არ ქონდა შანსების მიხედვით კარგად გადანაწილებული და ჩაიჭრა. და აი სრული კოშმარი აღწერა ამ ბავშვმა, რასაც განიცდიდა და რასაც გადიოდა და ბავშვებო თუ მასეთები ხართ, მაგით არ მთავრდება ცხოვრება, ხო? არც გაბედოთ, ეს არის გამოცდილება. ერთი წელი, არც იქ არის, არც ტრამვა და ტრაგედია არ არის, ვაიმე, ერთი წელი თუ ჩავარდა, ან რამე გაქვთ სასიცოცხლო, არაფერი არ არის სასიცოცხლო. ელემენტარული, რავი, შეიძლება გამოცდაზე რომ აი ვარსკვლავებს ვეთამაშებოდე და შევიდე სახელი და გვარი ვერ დავწერო ნერვიულობისაგან, ეგ არ არის სასიცოცხლო. საერთოდ არ არის სასიცოცხლო. ვაი-ჰუი და რაღაცა. მომავალ წელს მოემზადებით თუნდაც უკეთესად. გამოცდილება გექნებათ უფრო უკეთესი. უფრო კარგად ისწავლით დალაგე. ერთი წელი არაფერი არ არის ხალხო. საერთოდ არაფერი. ასე რომ ბავშვებო, ნუ იტანჯავთ მასე თავს, თუ რომელიმე ხართ, არაფერი არ გაქვთ სასიცოცხლო. თქვენ ხო დარწმუნებულები ხართ, რომ ისწავლეთ, თქვენ ხო დარწმუნებული ხართ, რომ ამ სწავლაში და ნერვიულობაში რამე გაქვთ გათენებული და ელემენტარული იმის დაფასება მაინც გაქვთ, რომ თუნდაც რომ მშობელი თანხას გიხდიდათ და რაღაცა ტყუილად არ გაგიფლანგიათ და ცოდნა შეიძინეთ, ასე რომ მაგით არ დამთავრებულა ბავშვებო ყველაფერი და არასოდეს არ თქვათ, რომ რამე გაქვთ სასიცოცხლო, რადგან ჩაიჭერით და ანუ მთელ ცხოვრებას თავზე ნუ დაინგრებთ ამ ერთი სიტყვაზე ვერ ჩაბარებით. უფრო კარგად აფიქრდებით რა გინდათ როგორანაირად და უფრო მოტივირებულად შევარდებით და უფრო მაგრები იქნებით, ასე რომ არ გეკოთ. ეხლა სიტყვაზე ივანე რომ ვერ მოხვედრილიყო და რაღაცა და რაღაცა, ხო ფარხმარს ვარ დავყრიდით მაგის გამო, უფრო კარგად მოემზადებოდა და უფრო გამოცდილებაც ექნებოდა ერთი სიტყვით. მანამდე ჯარს მოივლიდა. ეხლა მე მგონი მეორე სექტემბრის დასაწყისში თუ რაღაცა ესი არის. წეღან არ ახლა სხვათა შორის ივანე და უბრალოდ მე არ მახსოვს, თორე ივანე მიცის ზუსტი თარიღი, როდის არის გპ-ში მისასვლელად ოთხმოცდაათიანებმა გაიარა ჩემ ფანჯარასთან. ჯარციბარებს. მე ჩემი პაწაწინა სიცოცხლე დევაგეი. ხო და რას ვამბობდი? დამაგდ, ხო. მე ვერ წავალ დავამთავრე მე წინ და უკან სიარული გაყოლა გამოყოლა ლაშა და ივანე წავლენ შეიტანენ საბუთებს და რეგისტრაციას თუ რასაც გაივლიან. ძილიან უეჭველი. უეჭველი კი არა ამძინებია, 2 დღეა ნორმალურად. ხო და სულ იმის ბრალია და ხა გავტყიპავ. იცი როგორ ბარკლებით აწევს ხალხო. ჩემი ცხოვრება 1 კილო აქვს მომატებული. პატარა გოჭი არის. ჩემი სიცოცხლე. ხო და ერთ სიტყვით ესეთი ამბები ხალხო, დღევანდელი Facebook იყო ულამაზესი, რომ მომავალი თაობა იყო ბედნიერი, თავიანთი ჩარიცხვით, თავიანთი ყველაფრით. გილოცავთ ბავშვებო კიდევ ერთხელ აი
მიხარი ხართ. თანაც ძალიან, რომ და აბა თქვენ იცით. რაღაც შეეხება გადასახადს. პირველი წელი უფასოა. სახელმწიფოებში და კერძოებში როგორც ვიცი, შიდა გრანტებიც ისაქნეს, რომ ანუ შეუძლება ბავშვმა ისწავლოს და თვითონ სახელმწიფო სასწავლებლმა დააფინანსოს, ეგეც საკარგია. ხო და ჩვენ შემთხვევაში თუ ისწავლის და რაღაცა ქულები და რამე რუმეები და რაღაცეები პლუს დასწრება მაგ შემთხვევაში იქნება უფასო შემდეგი წელი, ან ბავშვზეა დამოკიდებული. ცუდი არა, მე მაგალითად მომწონს იმ მხრივ, რომ სასწავლებელში იმიტომ უნდა შეხვიდე და ამბიცია გქონდეს, რომ სასწავლებელი დაამთავრო, რომ მე ის პროფესია გამოიყვენო და არა იმიტომ არ დაამთავრო, რომ უბრალოდ დიპლომი გეტოს. არა, თუ გინდა რომ შენი საქმის პროფესიონალი იყო და ის დიპლომი გეტოს, ისე უნდა ისწავლო, რომ ხო, არც გადაიხადო, რატომაც არა. ჩვენ შემთხვევაში ახლა პირველი წელი ხო უფასო რო იქნება და კარგია, ჯერ იმიტომ რომ მარტო სათითაო ყოველდღე გასვლა გადათვალე რამხელა ფასი ღირს, რამხელა ფასი იქნება და წარმოიდგინე მე კიდე გადასახადი, ასე რომ მაქსიმალურად იოანემ რავი დაგვაიმედა, რომ თანხა არ დასჭირდებოდა გადასახდელი. ეხლა რაც შეეხება იოანეს რავი საჩუქარს ან რაღაცა მქონდა რა თქმა უნდა გეკმედი მამასაც, მეც რაღაცები. პირველ რიგში სავარაუდოდ იოანეს გამოვტანთ კარგ ლეპტოპს, იმიტომ რომ დასჭირდება კაი ძლიერი ლეპტოპი. ხო და ძალიან მაგასაც ვამბობდით. რომ ჯერ მივიდეს პირველ ჯერზე გაარკვიოს რა გვჭირდება როგორანაირად. ხო იცი სკოლაში რომ მიდიან ბავშვები და ფანქარი გინდა, სახაზავი გინდა, რა სჭირდება იქ რომ მასწავლებელს ელოდები, აი ეგ მომენტია, მაგრამ მაინც ვიცით რომ ყავს ჩვენ მარტყოფიდან ლალი სალამი შენს და შენს მარიამს წარმატებული ბავშვი რომელიც არქიტექტურაზე სწავლობს გპ-ში და შარშანდელი ბავშვია და ესა ეგრეთ წოდებული ლადი მაწუდის ხოლმე შპარგალკებს ინფორმაციებს რა დამჭირდება. ასე რომ ლალომაც ეგ მომწერა რომ კაი კომპიუტერი დასჭირდება, კაი ძლიერიო და პირველი საჩუქარი ალბათ ეგ იქნება ჩვენგან იოანესთვის. მიუხედავად იმისა რომ აქვს სკოლის კომპიუტერი, რომელიც მე 12 რო დაამთავრა, მაშინ მიიღო და ესა არა მე-9 რო დაამთავრა, მაშინ მიიღო ეგ კომპიუტერი გვაქვს. თუმცა არ არის ისეთი სიძლიერის, რომ იქ გამოადგეს. ეხლა რას ველოდები კიდე იოანესას? ეხლა ველოდები ოქროს იმას რა ქვია, მედალს სკოლიდან. მე დიდი სიამოვნებით და ისეთი სიამაყით, რომელიც სავარაუდოდ გარდაბანში ტარდება ხოლმე ღონისძიება. ხო და აი მაგას ველოდები. იოანე შენ ახარ? მოდი. ბავშვი მოხდეს წინა თუ არა. უნდა რომ ელაპარაკოს, ელაკლაკ. ხო და აი მაგას ველოდები კიდევ. არ ვიცი როდის იქნება, მაგრამ რავი, როდის არის ხოლმე ოქტომბერში თუ რაღაცა იგე, ალბათ აუცილებლად წავალ. მაგას არ გამოვტოვებ, არ არსებულია, სულაც გაბრიელს დავტოვებ და ისე წავალ. ან მე და გაბრიელი ერთად წავალ. ხო, მოკლედ პროვანდელი ძალიან მიხარია, დავისვენეთ ეს თელი აბა, როდის დაიწყო? გამოცდები როდის დაიწყო? ივნისში თუ ივლისში? ივლისში, 3-ში, 7-ში, 10-ში. გამახსენდა. მე მგონი თუ სწორად მახსოვს. აი ეს ნერვიულობა და ყოველდღიური მოლოდინი და უკვე რაღაცა ჩაიარა და დავისვენე რომ იტყვიან მართლა მაგრად. დრო ძალიან ძნელია რა რაღაც ველოდები. და წარმოვიდგინე ხა ბავშვები როგორ ელოდებოდნენ ამ ყველაფერს. თვითონ. და აი ეს სკოლასა დავამთავრებით ხოლმე რაღაცა ჩასაბარებლები რო გქონდა და რაღაცეები და რო ჩავამთავრებდით და სახლში რომ მივიდოდით და ის გრძნობა რო გქონდა. ხა მე ეროვნულები არ ჩავიმბარებია, ჩემ დროს არ იყო. მე რო ჩავაბარე მეორე წლიდან დაიწყო ეროვნულები.
ხო და აი მე სკოლას რომ დავამთავრებდი ხოლმე და რაღაცა და რომ სახში რომ მივიდოდით და ვიცოდით რომ არაფერი ჩასაბარებელი, არაფერი, აი ეგ გრძნობა განვიახე. გეგონება მე ვჩავაბარე და გეგონება მე მქონდა ეგ მომენტი რა. დავისწრე. მოიჭი. აჰა. ეგეც ეგრე. ეხა ერთი ჯარის ამბავსაც გავარკვევთ იოანესას. სანამ მოწვევა გაუკეთდება და რაღაცა. მაგ ამბავს გავარკვევთ. და ისა. როგორ იქნება რა პარალელურად როგორანაირად რაღაცნაირად უნდა გააკეთონ ისე რომ პარალელურად დაამთავროს ისიც და მოიშოროს. აი მაგაში ვარ დასალაგებლები. ხო და ეს შემოკარგებო რა. დიდხანს აღარ შეგაწყვეტ. უბრალოდ მინდოდა რომ კი ნახეთ ბევრმა Facebook-ზე, მაგრამ მაინც მინდოდა რომ ეს ლამაზი Facebook-ის ამბავი მეთქვა, რომ აჭრელებული იყო ბავშვების სიხარულით და ძალიან მიხარდა მეც. მშობლებს კიდე რა ვიცი. აი ეგრე. აი ეგეთი მომენტი მაქვს, აი ემოციების გარო ხარ, აი გამოლეული და გამოფიტული აი მომენტი მომივიდა უცბად რომ აი რომ დავინახე რომ ის მიზანი მიღწეული იყო აი მოვდუნდი მოვეშვი სულ გვერდი დაუბუჯდა ჩვენ ცხოვრებას გვერდი და დიდედ იყო გადაატრიალი რა და მოდი გადავაბრუნოთ ბავშვი უშორგენად ხმაში შემოგევლე ხმაში ბიჭო დიდი ცხირიდან თითი გამოიღე არ შეიძლება დედაში ცხირში თითი არ შეიძლება შემოგევლე ეხლა ცოტა ხანი მაგ გვერდზე იქნება და მე აწუწუნდება რომ გვერდის გამოცვლა რა თმინდა ქალო როცა მშიაო ეს რეცესე შეგადაში მივინიავებ რაღაც აი გაბრიელის საწოლი ამის საწოლი თუმცა წუხერ ჭირვეულობდა და რომელი 4 იყო რომ ჩემთან გადავიყვანე ცოტა ხანიც და მე უკვე ეს საწოლი დაიწყებს ფუნქციონირებას აი ეს ჯერ პატარა და რაღაცა არ ვაწვენა მაშინ იმიტომ რომ ჯერ ის რა ურადღება უნდა ხო რა თუ ნახე რაღაცა ბავშვი ერთი მტკაველი ჩვენ ვერ თაწევს იქ ჩანს რომ ფუსფუსებს აი კიდედი ყვაჭა მერა ბოროტი ბავშვი ხარ რა წავალ ხა გაუშვი გაბრიელს უფრას შეტყვი მოხრაკული ჩახრაკული ისეთი ასეთი ცივი ცხელი წევან ამოვიტანე ლაშას დაუტოვეთ სანამ ისე ამ ჩავედი რა ჩაისავით უღებ მეთქი და ჩავედი სანამ ჩაი ადოხა წიწილებს ვაჭამე რაღაც და ლაშა მეძაღი ჩქარა მოკვდა პირველად იტირა მამასა დატოვებულმა ბავშვმა თავიდან დავაცადე მინდოდა რომ მენახა როგორ პიროდაო და მე თურმე ატყდა ხო
ხო და სანამ ის ჩაი ამოვიტანე აქ დავდი ისე გაიყინა მალაკუან კარაქიანი ჩაი და მაინც დაბლიე ხარხნო და სულ გამეპოხა ყაყრატო მე ცხელი ჩაი და ჩავამატო ეხლა რომ ისე ჩაწმინდო თორე მეგონი მიმეყინა საყლაპავი მილიეთთან წავეწა უშო შემოგული ის ხმა მოიღო წავედი ხალხური გამიგიდა ბავშვი მე გილოცავთ კიდევ ერთხელ შემოლამაზო ბავშვებო და ჩემო მომავალო თაობაო ვანა ღერა სიტყვები ავაგდე აბაი მაგრად